ყველას გულით მოგესალმებით. დღეს სამშაბათი და სამშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებთ ხოლმე რადიო იმედის ეთერში და ვსაუბრობთ ბიზნესზე. როგორც მოგესალმებით, ჩვენ არ მარტო გვისმენთ, არამედ გვიყურებთ კიდეც ჩვენს პორტალებზე, ისევე როგორც მაგთის IP ტელევიზიის 53 არხზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ნავთობპროდუქტები და ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ პორტალის დამყავთ სტუმრები ნინოცა ლოთიკაშვილია დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც გახლავთ ნავთობპროდუქტების კომპანია პორტალის მარკეტინგისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის ხელმძღვანელი და ვერიკო ხლონტი, ვერიკო გახლავთ კორპორაციული გაყიდვების სამსახურის უფროსი. მოგესალმებით. მოგესალმებით. როდესაც პორტალზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში მესმოდა პორტალი როგორც B2B გაყიდვების მიმართულებით აქტიური კომპანია, რომელიც კომპანიებს თავაზობდა ხოლმე სხვა ტიპის საწვავს. მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც თბილისში გადავადგილდებით, არა მარტო თბილისში, საქართველოს რეგიონებში, უკვე ბევრი პორტალის ავტოგასამართ სადგურებსაც ხვდებით. როდის შეიცვალა თქვენი სტრატეგია და როდის გადაწყვიტეთ საცალო მიმართულებსაც განვითარებული ყავით? მოდით ნინუცათი დავიწყოთ ეს შეკითხვა. მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს პირველ რიგში და მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კი ბატონო, ჩვენ თავიდან დავიწყეთ პოზიციონერება ნავთობის სფეროში საბითუმო მიმართულებით. ჩვენი საკუთარი ნავთობბაზა გვაქვს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოსავლეთ საქართველოში და შესაბამისად უკვე აქედან გამომდინარე დავიწყეთ რიტეილზე გადასვლა, რადგან ჩვენივე ნავთობბაზა გქონდა, შეგვეძლო მოგვემარაგებინა, უწყვეტი მარაგები გქონოდა ჩვენივე ავტოგასამართ სადგურებზე. დღეს რამდენი ტიპის საწვავი გაქვთ ვერიკო და რა ტიპის საწვავს თავაზობთ მომხმარებელს? ჩვენ გვაქვს მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ გვაქვს ყველა პროდუქტი, რომელიც დღეს აქტუალურია ბაზარზე. სუპერი არის ახალი პროდუქტი, საკმაოდ მაღალი ოქტანობით და საკმაოდ კარგი მონაცემებით. ბევრი გატესტვის შედეგად საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს ჩვენი ეს ახალი პროდუქტი. ასევე გვაქვს პრემიუმი, ევრორეგულარი, ევროდიზელი და დიზელი. ფაქტიურად ყველა პროდუქტი, რომელიც დღეს აქტუალურია. ამას ხლიანთ ფარავთ მომხმარებლის მოთხოვნილებას იმ პროდუქტებით, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება დღეს მომხმარებელს. ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ ბაზარი ძალიან გაჯერებულია, იმიტომ რომ თითქმის ყველა კუთხეში ხვდებით ხოლმე ავტოგასამართ სადგურებს. ძალიან სადისკუსიო არის ხოლმე ხარისხის საწვავის. არსებობს თუ რაღაც ტიპის ლაბორატორიები, რომლებიც ახდენენ საწვავის ხარისხის კონტროლს და როგორ ხდება ეს თქვენ შემთხვევაში? ჩვენივე ნავთობბაზაში გვაქვს საკუთარი ლაბორატორია, სადაც მუდმივად ტესტირება მიდის ახალი მიღებული საწვავების. გარდა ამისა, თვითონ მომხმარებელიც ძალიან ხშირად გვამოწმებს. ასევე ჩართულები ვართ ჩვენ ავტოსპორტის მიმართულებით, სადაც ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება საწვავის ხარისხს და შესაბამისად თვითონ სპორტსმენებიც მუდმივად ტესტავენ ჩვენს საწვავს. ასე რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია რომ მაღალი ხარისხის საწვავი გვაქვს თქვათ. დიახ, ალბათ საწვავი დამოკიდებულია იმ ქვეყნებში და წარმომავლობაზე, სადაც საწვავი მოდის, იმიტომ რომ არსებობს რაღაც ტიპის სტანდარტები, რომელსაც საწვავი უნდა აკმაყოფილებდეს, თუ ამას ლაბორატორიით ვამოწმებთ ხოლმე, ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან მარტივია ხარისხის დადგენა და ამის ხარისხის შეთავაზება მომხმარებლებისთვის. რა ტიპის კომპანიები არიან ძირითადად ვერიკო თქვენი კლიენტები, ვინ არიან ისინი ძირითადად და რა ტიპის ბიზნეს საქმიანობას ეწევიან? ჩვენი კორპორატიული მომხმარებელი გაშლილია ფაქტურად ყველა სფეროში, ყველა კომპანია, რომელსაც ჭირდება შიდა შესყიდვები თავიანთი თანამშრომლებისთვის ან საქმიანობისთვის, შეიძლება იყოს ჩვენი კორპორატიული მომხმარებელი, ჩვენ გვაქვს საკმაოდ უკვე დიდი ბაზა მომხმარებლების, ერთგული მომხმარებლების და კიდევ ვახდენთ მათთან კომუნიკაციას და ვფართოვდებით, ასე ვთქვათ. საკმაოდ მოსახერხებელია ეს თანამშრომლობა, იმიტომ რომ მოქნილი ბარათია აბსოლუტურად. ასევე გაცემის წერტილებიც გვაქვს. ანუ კორპორაციულ მომხმარებელს გადაეცემა სპეციფიკური ბარათი. კი ბატონო, ეს არის სპეციალური პლასტიკური ბარათი, რომელზეც საწვავს ყიდულობს ფასდაკლებით, კორპორატიული კარგი ფასდაკლებით. აკეთებს მარაგებს, ასე ვთქვათ და აქვს თავისი პირადი სივრცე, საიდან შეუძლია აბსოლუტურად გამჭვირვალედ აკონტროლოს საწვავის ხარჯვა, ელექტრონულად მართოს და აკონტროლოს ასევე საწვავის ხარჯვა. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული მომხმარებელისთვის დოკუმენტაციის მიღებაც, იმიტომ რომ სხვა ტიპის დოკუმენტაცია იმისათვის რომ გამართული ბუღალტერია გქონდეს ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისადაც ალბათ ელექტრონულად ამ პრობლემის გადაჭრაც მარტივ
პორტატივით. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყოველთვის ვურჩევთ ჩვენ კომპანიებს რომ ზუსტად ამიტომაც ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც მათ უნდა მოიხმარონ კორპორატიული პროდუქტი, რომ აბსოლუტურად ფინანსური დოკუმენტაცია არის ზუსტი, გამჭვირვალე და მათთვისაც საკონტროლებლად ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია. ნიუცა, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია გეოგრაფიული დაფარვაც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ საცალო მომხმარებაზე, საცალო მომხმარებლისთვის რამდენიმე კომპონენტია მნიშვნელოვანი. ერთი ჩვენ თქვით ხარისხი, მისი შემოწმების, სხვა მეთოდები, ისე როგორც წარმომავლობის ქვეყანამ საწვავის, რომ ხარისხიანი იყოს, რომელსაც თქვენ სულად აკმაყოფილებთ, მაგრამ მეორეა გეოგრაფიული დაფარვა, იმიტომ რომ საწვავის მომხმარების შერჩევის კრიტერიუმებში ხშირად ამოდის ხოლმე კვლევებს, როდესაც ვატარებთ, არა მარტო საწვავის ხარისხი, არამედ გეოგრაფიული დაფარვაც და გეოგრაფიული არეალის. დღეს რამდენი ავტოგასამართი სადგური გაქვთ და სად არიან ეს ავტოგასამართი სადგურები ძირითადად მობილიზებული? დაახლოებით 50 ავტოგასამართი სადგური გვაქვს უკვე. ნელ-ნელა კიდევ ვამატებთ და კიდევ ფართოვდებით. წლის ბოლომდე დაგვემატება კიდევ მინიმუმ 2 ავტოგასამართი სადგური. დაფარვის ზონა გვაქვს სრულიად საქართველოში, ანუ ყველგან გვაქვს უკვე თითქმის ყველა რეგიონში. ძირითადად მაინც თბილისი და მისი შემოგარენით დავიწყეთ და შესაბამისად უფრო მეტი ავტოგასამართი სადგური აქ არის. კახეთშიც ასევე საკმაოდ ფარავთ, თითქმის სრულ კახეთს ფარავთ უკვე, საკმაოდ ბევრი ავტოგასამართი სადგური გვაქვს და დასავლეთის მხარეს უფრო ფართოვდებით და ალბათ შემდეგი წლის ბოლოს უკვე სრულად მოვიცავთ დასავლეთის რეგიონებს. რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის გამოც მომხმარებლები ირჩევენ ხოლმე პორტალს? როგორც ვიცით, ბაზარი გაჯერებული ავტოგასამართი სადგურებით და პორტალი შედარებით ახალია და ბევრს სიახლეზე მოყვარულ ადამიანებს ხშირად რაღაც ახლის გასინჯვა და მოსინჯვა აინტერესებს ხოლმე. რა არის ხოლმე ძირითადი შერჩევის კრიტერიუმები, როდესაც მომხმარებელი ამბობს, რომ მე აუცილებლად მინდა რომ პორტალში ჩავასხო? ალბათ მაინც ყოველთვის განსაზღვრელი მომხმარებლის მხრიდან საცალოს მიმართულებით ვსაუბრობ, არის ფასი. როდესაც მომხმარებელი მოდის ჩვენთან და ხედავს მისთვის მისაღებ ლოგიკურ ფასს და კარგ ხარისხს, რა თქმა უნდა, მე უკვე რჩება ჩვენთან. შესაბამისად, ხო, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მაინც ეს არის რა, რომ ხარისხი იყოს შესაბამისი ფასის. და გარანტირებული იყოს ხარისხიც, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ შემთხვევაში უკვე აღარ ვსაუბრობთ ხარისხზე, რადგანაც ხარისხის კომპონენტი უკვე დაკმაყოფილებულია იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რა რეგულაციები ჩვენ ქვეყანაში არსებობს და ამიტომ ალბათ ფასი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და საქართველოს ალბათ არ არის გამონაკლისი მთელი მსოფლიოდან, სადაც მსოფლიოს ტენდენცია ეს რომ რატომ და გადავიხადოს ზედმეტი, როდესაც მე შემიძლია რომ უფრო იაფად შევძლო რაღაცის ყიდვა და შესაბამისად რატომ და გადავიხადო საწავ როცა ხარისხი შესაბამისია, ხო, რა თქმა უნდა. ახლა ხარისხი რომ არ იყოს შესაბამისი, რა თქმა უნდა, დაიკარგება მომხმარებელი მეორედ აღარ მოვადა. რა თქმა უნდა, კი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. რამდენად სწრაფად მოიპოვეთ ცნობადობა და რამდენად პოპულარობა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ხშირად მოვისმინე სხვა პორტალებზე, სხვა ჯგუფებში საუბრის დროს პორტალი და ძალიან ბევრი ადამიანი კმაყოფილებას გამოთქვამს. მოდი დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენი მარკეტინგი გავააქტიურეთ, ესე ვთქვათ, მარკეტინგული მიმართულების, ესე ვთქვათ, ჩართულობა ბაზარზე გავააქტიურეთ დაახლოებით 1 წელია. ამ 1 წელიწადში მივიღეთ მომხმარებლის ნდობა და უკვე მე მგონი საქართველოში ყველა გვიცნობს. თავარი არის ნდობა, როცა ნდობა მოპოვებულია, შესაბამისად მარტივია რომ სხვამაც გაიგოს შესახებ. 1 წელი არც ესეთი ბევრია კომპანიების. არა, არის ნამდვილად საკმაოდ პატარა. კორპორაციული მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და ბევრი წელია უფრო რაც თანამშრომლობთ. პროცედურა როგორია, ეს არ უნდა გიპოვოთ მომხმარებლებმა, ვერიკო თქვენ რომ მიპასუხოთ ამ შეკითხვაზე, რამდენად მარტივია კომპანიებისთვის თქვენ მოგძებნოთ ფიზიკური მოსვლა საჭირო ეს ყველაფერი ციფრული ტექნოლოგიებით გკეთება თუ რა პროცესს გადის კორპორაციული მომხმარებელი იმისათვის რომ შეღავათიან ფასში შეიძინოს პორტალის საწვავი. რა თქმა უნდა, რამოდენიმე არხი გვაქვს კომუნიკაციის, ჩვენი ოფიციალური ვებგვერდიდან კეთდება როგორც წესი ელექტრონული განაცხადი, ასევე რა თქმა უნდა ტელეფონით, სოციალური ქსელებიდან ხდება კომუნიკაცია. პირველ ეტაპზე დისტანციურად, რაც შეეხება უკვე წერტილებს, სადაც შეუძლიათ რომ აიღონ ის პროდუქტი, რომელიც მათთვის იქნება ხელსაყრელი. ეს არის ჩვენი სათავო ოფისი, საბურთალოზე მდებარეობს, ცენტრალურ
ცენტრალურ რეგიონში და ასევე ნებისმიერ ჩვენ ავტოგასამართ სადგურზე შეუძლიათ რომ მიიღონ ის მომსახურება, რაც მათ დაჭირდება. ანუ ის ბარათები და დოკუმენტაცია, რომელიც მე მჭირდება, შემიძლია ფიზიკური სახით ხა ფიზიკური, ელექტრონულად შესაძლებელია ყველაფერი, ბარათების ფიზიკური აღება შესაძლებელია აბსოლუტურად ჩვენს ყველა ავტოგასამართ სადგურზე, ასევე გვაქვს საკურიერო მომსახურება, ასე რომ ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ იქნება, მთავარია ჩვენთან ერთი კომუნიკაცია, რომლის შემდეგაც რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმება, სავარაუდოდ, აქაც რაღაც ტიპის შაბლონები არსებობს და სწრაფი პროცესი იქნება. კი, ეს ძალიან სწრაფი პროცესია, იმ დღეს ხდება, როგორც წესი, ყველანაირი პროცედურის დასრულება, მოთხოვნის გაკეთებისთანავე, ძალიან მარტივი საბაზისო მონაცემებია ჩვენთვის საჭირო და რა თქმა უნდა, საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებული ზოგადი მონაცემები, ავტოპარკთან დაკავშირებული ზოგადი მონაცემები და ამ ყველაფრის საფუძველზე იმ დღესვე შეუძლიათ მიიღონ ეს კორპორატიული მომსახურება და ბარათებიც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ნინოცა, თქვენ დაკვირვებით როგორ იცვლება ზოგადად სამომხმარებლო ქცევა. ამ გადაცემაში ძალიან ბევრი სტუმარი ყოლია სხვა ბიზნესთან, იმიტომ რომ გადაცემა ბიზნესი წლების განმავლობაში გადის რადიო იმედზე და ბევრი სხვა ბიზნესი ყოლია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ბევრი იყო ელექტროავტომობილების მიმართულებით, თუმცა ჩემი შეგრძნება ის რომ დღეს მოსახლეობა მთლიანად ვერ გადაერთო. როგორ იცვლება ზოგადად ბაზარი და ამ მიმართულებით იცვლება თუ იმიტომ რომ ყოველდღიური შეხება გაქვთ იმ ადამიანთან, ვინც აწოს მოიხმარს და რომ გითხრათ რომ რაღაც საგრძნობლად შეიმჩნევა ეს პროცესები, არა, ჯერჯერობით არა, ალბათ იმიტომ რომ მაინც მასიურად არ არიან ელექტრომობილებზე გადასულები, ალბათ ჰიბრიდულზე არიან ჯერჯერობით და საწყობს მაინც მოიხმარენ. შესაბამისად, ესე ჯერჯერობით ალბათ სხვა ნავთობკომპანიებსაც არ ეტყობათ. ვერ ვიტყვი რომ აი რაღაც დიდი დანაკარგი გვაქვს ამის გამო. დიახ, ზოგადად როგორ შეიცვალა ნავთობპროდუქტების გამყიდველების სტრატეგიები, იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ არა მარტო საწვავი ავტოგასამართ სადგურებზე, ერთი პერიოდი იყო დიდი ხანი ამ ინდუსტრიას ვაკვირდებით და ერთი პერიოდი იყო, რომ ბევრ ავტოგასამართ სადგურს, სადაც ნავთობპროდუქტები ის ხდებოდა მიწოდება, ქონდა თავიანთი სამრეცხავები, მე ეს სამრეცხავები გაქრა. სხვადასხვა სერვისებს აბავენ კი ბატონო. სხვა სერვისებმა ჩაანაცვლა, იმიტომ რომ რიცხვის ბიზნესი უფრო წამგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე საკვები პროდუქტების და სასმელების გაყიდვა და ამიტომ ეს მიმართულება მკვეთრად შეიცვალა. თქვენ რა დაკვირვება გაქვთ ამ მიმართულებით? პირადად ჩვენ ეს გამოცდილება დიდად არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არც სამრეცხავო გვქონია და არც ესე ვთქვათ შოპები, მაღაზიები და მარკეტები, ასე რომ ჩვენი პირადი დაკვირვებით ვერ ვიტყვით რაღაც უფრო ესეთი ან არაკომპეტენტური ვიქნები. ახლა ეს მხარე რომ შევაფასო. დიახ. რაც შეეხება ციფრულ ტრანსფორმაციას, რამდენად გარდაუვალია ეს და რამდენად ითხოვენ მომხმარებლები სხვა ტიპის პროდუქტების ციფრული არხებით შეძენას და როგორ ფიქრობთ, მომავალი ამ მიმართულებით ხომ არ მიდის? კი, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენს გვაქვს საკმაოდ დიდი და კარგი გეგმები და მუშაობთ უკვე რაღაცეების უფრო მეტად გაციფრულებაზე, იმიტომ რომ კი, ჩვენი ერა ციფრული ერაა და შესაბამისად გვიწევს ფეხდაფეხ მივყვეთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს. ვერიკოს მინდა ვკითხო, თქვენ დასახეთ რომ 5 სხვა ტიპის პროდუქტი გაქვთ. კორპორაციული მომხმარებლების კუთხით ყველაზე მოთხოვნადი რომელი პროდუქტია? კორპორატიული მომხმარებლების კუთხით დიზელი და ევრორეგულარი პრემიუმი. ის არის, რაც ჩვენი კომპანიის შემთხვევაში არის ძირითადი კორპორატიული მომხმარებლობა. ამათ ეს საერთო ბაზრის ნაწილიც არის. ნახეთ, ჩვენ ხომ საბითუმო სექტორიდან მოვდივართ, ესე ვთქვათ, ჩვენი განვითარება აქედან დაიწყო და შესაბამისად ჩვენი მასიური საწვავის გაყიდვები მაინც დიზელზე მოდის. ჩვენ სითხის სახით გვაქვს მიწოდება კიდევ, ჩვენი ბაზიდან გამომდინარე. ლოკაციებზე პირობითად პატარა ავტოგასამართ სადგურებს, რაღაც კერძო ავტოგასამართ სადგურებს რაიონებში და ასე შემდეგ ჩვენ ვამარაგებთ, გვაქვს ეს მომარაგება, სითხის სახით მომარაგება ამას განსაზღვრავს. ერთი საკითხი ესეც აუცილებლად მინდა გესაუბროთ, ეს არის თანამშრომლები, იმიტომ რომ ავტოგასამართ სადგურებს თანამშრომლობის გარეშე ვერ ვამუშავებთ. რა მდგომარეობა ამ მიმართულებით, მე ვიცი რომ პორტალი ყოველთვის თავაზობს ხოლმე განსხვავებულ პირობებს, ბაზარზე არსებული პირობებისგან. ბევრჯერ მსმენია ხოლმე და რა მდგომარეობა გაქვთ ამ მიმართულებით?
ჩამსხმელ ოპერატორებზე ვსაუბრობთ ალბათ, რომელიც არის ჩვენი ფრონტი, ასე ვთქვათ, ჩვენი ფრონტ ნაწილი, რომელზეც ვართ დაყრდნობილები და რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი რგოლია. შესაბამისად ამისა და აუცილებლად ყოველთვის სწორს ბრძანებთ, რომ ძალიან კარგ ბენეფიტებს ვთავაზობთ ჩვენს თანამშრომლებს. ხელფასის გარდა აქვთ ძალიან კარგი ბონუსები, კვარტალური პრემიები, ზოგადად სადღესასწაულო პრემიები, სტაჟის ნამატები, საკმაოდ კარგ პირობებს თავაზობთ, თუმცა ეს ის რგოლია, სადაც როტაცია მუდმივად ამ გადაცემაში არ მყოლია არც ერთი ბიზნესის წარმომადგენელი, გულახსენებთ რომ გითხრათ, რომელსაც არ ეხსენებიოს ეს თემა, იმიტომ რომ დღეს ძალიან შეიცვალა დასაქმების სტრუქტურა და სამუშაო ბაზარი მკვეთრად არის შეცვლილი ნებისმიერ პოზიციაზე, იმიტომ რომ ბიზნესი იზრდება ქვეყანაში სხვადასხვა ახალი ბიზნესი ჩნდება, ისევე როგორც ბევრი ქართველი საზღვარგარეთ მუშაობს, შრომითი მიგრაცია ხდება, გინდა თუ არ გინდა ეს გლობალიზაციის შედეგია, ისევე როგორც მაგალითისთვის ბევრი ქართველი საქართველოსდან ონლაინ რეჟიმში მუშაობს და შრომითი ბაზარი იცვლება, შრომითი ბაზრის სტრუქტურა იცვლება და რადგანაც ასეთი ტიპის ცვალებადი სამყარო გვაქვს ამ მიმართულებით, ბუნებრივია ეს ყველა კომპანიას ეხება საქართველოში არსებობს. და ჩვენ გამონაკლისები მართლა მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ერთ-ერთი კომპანია ერთ-ერთია და არა ერთადერთი და კონკრეტად, სადაც ძალიან კარგი პირობები გვაქვს ჩვენი თანამშრომლების. დიახ, ბაზართან შედარებით. ბაზარზე ვსაუბრობ ამ სფეროს მიმართულებით. იმიტომ რომ როდესაც კონკურენცია ხომ არა მარტო გაყიდვის, არამედ თანამშრომლების მოზიდვით არის ხოლმე. კი, დაინტერესებული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი განვითარება პირდაპირ მასშია ჩვენს თანამშრომლებზე, რა ჩვენ თუ კადრი არ გვეყოლება, ვერ გავხსნით ახალ ფilialს. და ახალი ავტოგასამართლებელი არ იქნება, შესაბამისად გაყიდვების ის მოცულობას არ იქნება, რა მოცულობაც არის. ვერიკო, რა სამომავლო გეგმები გაქვთ? არის თქვენი კორპორაციული გაყიდვების განვითარების გეგმები სამომავლოდ? ამ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, აი მისცეს ყველაფერი ჩვენ ტექნოლოგიურ განვითარებას, გეგმავთ ახალი პროდუქტების ჩაშვებას, რომელიც იქნება ჩვენი საცალო ერთგული მომხმარებლებისთვის ძალიან საინტერესო, კორპორატიული მომხმარებლების კუთხითაც განვითარებაზე დახვეწას და ახალი ბარათების გარდა პროდუქტების დამატებას, რა თქმა უნდა, და აუცილებლად გვინდა რომ საცალო მომხმარებელზეც გავამოხილოთ ყურადღება, დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნილება, დამატებითი ფასდაკლების მიღებასთან დაკავშირებით და ძალიან მალე გვექნება ეს სიახლეები და დავაანონსებთ მათთვის ხელსაყრელ. რადგანაც ბაზარი სენსიტიურია, მაინც ფასთან მიმართებაში. გვინდა თუ არ გვინდა საქართველოს ბაზარის არ ჩამოვარდა მსოფლიოს არც ერთ ბაზარს ამ მიმართულებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი ალბათ უფრო მეტად არის ფასზე ორიენტირებული და ფასთან დაკავშირებული და ხშირია ხომ შემთხვევები, როდესაც ამ მიმართულებით ორთაბრძოლა ხომ კონკურენტებს შორის და მომხმარებლები თითო თეთრსაც ითვლიან და აქცია ყურადღებას. როგორ ხდება საფასო პოლიტიკა ნინუცა? რაღაცის ხარჯზე ალბათ ხდება შესაბამისი ფასების შემცირება და ფასის რეგულირება. რაღაცის აქციების სახით ან კი, ანუ ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა აქციები, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებელი ამით გავანებივროთ, რამდენადაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ხო? ხშირად გვაქვს სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე განსხვავებული ფასი, სხვათა შორის ამაზე მინდა გავამახვილოთ თქვენს ეთერში ყურადღება, იმიტომ რომ ხშირად გაუგებრობას იწვევს ხოლმე, რატომ არის ერთ ავტოგასამართ სადგურზე რაღაც სხვა ფასი და ქსელში არ გაქვთ, ანუ აქ თუ შეგიძლიათ, იქ რატო არ შეგიძლიათ. ანუ ამ ფასთა სხვაობას ჩვენ რაღაცის ხარჯზე თქვენ როგორც თქვით, ვაბალანსებთ. ეხლა ყველგან რო გქონდეს ერთნაირი ფასდაკლება და ყველგან ერთი და იგივე ფასდაკლებით გავყიდოთ, შესაძლოა რომ ჩვენი ბიზნესი ვეღარ წავიდეს წინ. ამიტომ სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებელი გავახაროთ და წინასწარ ვაანონსებთ ხოლმე აუცილებლად ჩვენი სოციალური ქსელები ძალიან აქტიური გვაქვს და იქ შეუძლიათ ნახოთ წინასწარი ინფორმაცია და მიბრძადნენ და ჩაისხან ფასდაკლებული საწვავი იმ კონკრეტულ ავტოგასამართ სადგურზე. ვაპატიეთ, რომ მუდმივად არ არის ფასდაკლებები, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ განვითარდებით. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაცა პატარა წახალისებები გავაკეთოთ. სხვა ტიპის ავტოგასამართ სადგურზე შესაძლებელია სხვა ტიპის ფასი იყოს, გამომდინარე იმიდან, რომ ამა თუ იმ ავტოგასამართ სადგურზე რაღაცა ტიპის აქცია შეიძლება მოქმედებს. თუნდაც აი იმ მოსახლეობისთვის, თუნდაც ის რომ ახალი ავტოგასამართი გაიხსნა და ყურადღებას ვიქცევთ, ხო, ამ ავტოგასამართ სადგურზე.
ხო, ნუ შესაბამისად ხდება ხოლმე ასე მომხმარებელს აუცილებლად უნდა ვურჩიოთ, რომ გამოიწეროს თქვენ სოციალური მედია მოსაცდელი. არა მარტო ინფორმირებული, არამედ მოგებულიც იქნება იმ კუთხით. ჩვენს სოციალურ ქსელებში მართლა საკმაოდ ისე ხშირად შევხვდებით ასეთ აქციებს, საჩუქრებს, ჩვენ ხშირად გავაჩუქებთ ხოლმე საწვავებს სხვადასხვა რაოდენობით, ძირითადად 100 ლიტრი გვაქვს ხოლმე და თვალი უნდა გვადევნონ იმისთვის, რომ არ გამოტოვონ ესეთ სიახლეები. და წარმოგიდგენთ რა ამბავი ხდება, როდესაც უნდა გააჩუქოთ ასე. აი, ნახეთ, ქცევასთან დაკავშირებით წეგან რომ იკითხეთ, ხო, და რამდენი ხანია რაც ესეთი პოპულარულები გავხდით ბაზარზე. ერთი წელია, რაც ჩვენ დავიწყეთ მარკეტინგული აქტივობები. და თავიდანვე გქონდა ჩაშვებული ეს გაჩუქება იმ შემთხვევაში ვაჩუქებდით თუ ჩვენი სოციალური არხები გქონდათ გამოწერილი. ალბათ მთელი დღე გვიწევდა ხოლმე რომ მდგარიყავით რომ ისეთი ადამიანი შეგხვედრო და ვისაც რეალურად გამოწერილი გქონდა ჩვენი გვერდები. დღეს მაგალითად ხო ეს პრობლემა საერთოდ აღარ არის. ყველა მიცის უკვე პორტალი რა არის, სად მოდიან, რა პროდუქტს ყიდულობენ და შესაბამისად ჩვენი აქციების შესახებაც და ჩვენი გვერდებიც ყველასებს გამოწერენ. ასე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა მიმართულების მხარდაჭერები, მაგალითად სპორტის მიმართულებით, რა მიმართულებებს უჭერს პორტალი მხარს თქვენი კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით, რა ტიპის აქტივობები ამ პერიოდში ახლა ჯერჯერობით ყველაზე აქტიურად ვართ ჩართულები ავტოსპორტის განვითარების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ აი თამამად შემიძლია საქართველოში თქვა, რომ საქართველოში არის გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ხარისხის სუპერი და სუპერი ჭირდება იმისათვის რომ სისწრაფე განავითარონ. კი, სისწრაფე განავითარონ და როგორც ამბობენ, მანქანას კარგი გაწევა რომ გქონდეს. კი, სპორტული ენით რომ ვისაუბროთ, კი, კარგი გაწევა რომ გქონდეს, სწრაფად იმოძრაოს და ნუ ეს ხარისხი არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული და შესაბამისად მაქსიმალურად ვართ აი ამ ავტოსპორტის მიმართულებით გადართულები. დიახ და თქვენ ხართ ხოლმე სპონსორები ამ ღონისძიების თუ თქვენი ჯგუფი ყავთ? უფრო ძირითადად ჩვენ გვყავს მარკეტინგული მიმართულებით, ავტოსპორტის მიმართულებით გუნდის, რომელიც ამ კონკრეტულ მიმართულებაზე მუშაობს. და ვასპონსორებთ უფრო სპორტსმენებს ვეხმარებით, რომ რაღაცა კარიერაში წინ წავიდნენ აი ამ მიმართულებით უფრო და ნუ საწვავით ვამარაგებთ. დიახ, და საწვავის ხარისხი ამ შემთხვევაში არის ხოლმე გადამწყვეტი, იმიტომ რომ მართლა გადამწყვეტია ნამდვილად. მანქანას არ ექნება სისწრაფე, არ ექნება. გარდა ამისა, ისეთი მომზადებები მიდის წინასარბოლოდ ავტომობილების მერწმუნეთ, რომ იქ რა სპონსორიც არ უნდა ვიყო და რა თხოვნაც და შინაურიც არ უნდა ვიყო, თუ საწვავი კარგი არ არის, არ ჩაასხავენ საკუთარ მანქანებში. და შესაბამისად პორტალი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ავტოსპორტის, რომელიც მაღალი ხარისხის საწვავს მოითხოვს, რადგანაც თუ არ მექნება მაღალი ხარისხის საწვავი სპორტულ შეჯიბრში არ მექნება წარმატება და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ხოლმე ამ მიმართულებას. შესაბამისად ძალიან კარგი ინიციატივაა ჩემი აზრით ის, რომ თქვენ ხელს უწყობთ ავტოსპორტის განვითარებას, იმიტომ რომ ავტოსპორტის განვითარება ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ისეთ დონეზე. ჯერ არ არის იმ დონეზე ნამდვილად და რა ვიცი, რუსთავში გამოჩნდა და არა მარტო რუსთავში, ხშირად იმართება ხოლმე სხვა ტიპის შეჯიბრებები და სხვა ტიპის ღონისძიებები და პორტალში ჩართულობას ამ კუთხით ჩემი აზრით მისასალმებელია, იმიტომ რომ სად თუ არა საწვავთან დაკავშირებით. ასე ძალიან ბევრი თემა არის საწვავთან დაკავშირებით მიბმული გარემოს დაცვაზე და ბუნებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით საწვავის გარემოზე ზემოქმედება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მუდმივად ხარისხიანი და სტანდარტებთან შესაბამისი საწვავი გქონდეს და ეს თემაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ საბოლოო მინდა გადმოვიდეთ თქვენთან და რაღაც ტიპის რეზიუმირება რა გავაკეთოთ ჩვენ დღევანდელი შეხვედრისა თუ ჩვენ დღევანდელი გადაცემის და სამომავლო გეგმებზედაც რომ გკითხოთ. როგორც ვერიკო მახსენა კორპორაციული მიმართულებით ახალი პორტალის, ახალი ციფრული არხების განვითარებას ფიქრობ. რა სიახლეებს უნდა ელოდეს პორტალისგან საცალო მომხმარებელი უახლოეს პერიოდში? მალე ახალი წელი მოდის, Black Friday მოდის და ბევრი ძალიან აქტიური პერიოდი მოდის საცალო ვაჭრობისთვის. რა თქმა უნდა, საკმაოდ დატვირთული გვექნება კარგი შემოთავაზებებით. რისთვისაც როგორც თქვით, ჩვენი სოციალური გვერდები უნდა გამოიწერონ ჩვენმა მსმენელებმა და მაყურებლებმა და ჩვენი საწვავის მომხმარებელმა, რომ არ გამოტოვონ ეს სიახლეები. აუცილებლად იქნება Black Friday-ზეც და ახალ წლთაც ძალიან კარგი შეთავაზებები. ასევე ლოიალობის სხვადასხვა საფეხურებს გავდივართ ახლა მომხმარებლისთვის, რომელიც დაინერგა
განენერგება და შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ასე რომ ხო, თავარია რომ გვიყურონ, გვადევნონ თვალი და გამოყვნენ. მე ძალიან ბევრი წარმატება უნდა გისურვოთ, ძალიან სწრაფად გაიარა, ძალიან საინტერესო იყო. დღეს ნავთობპროდუქტების შესახებ საუბარი, დღეს სტუდიაში სტუმრად ვყავდა პორტალის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლები ნინცა ლუთიკაშვილი, ის გახლავთ ნავთობპროდუქტების კომპანია პორტალის მარკეტინგისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების ხელმძღვანელი და ვერკო ხლონტი, რომელიც კორპორაციული გაყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობს. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ სამშაბათს, დროებით წარმატებულ კვირას გისურვებთ.